Am წუთებში ბობოყვეთში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ადგილობრივი მცხოვრებლები აქციას მართავენ. ბობოყვეთიდან დეტალებით ჩვენი კორესპონდენტი თეონა ბაკურაძე გვერდება. თეონა, გისმენთ. Iartă სამთავრობო რეზიდენციასთან ადგილობრივები და ბათუმელები დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა ესკორტი, რომელშიც შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ტერიტორიაზე გაძლიერებული არის საპატრულო მობილიზებული არის საპატრულო პოლიცია და გაძლიერებულად მიმდინარეობს ბობოყვათის ტერიტორიის დაცვა. უფრო კონკრეტულად რატომ შეიკრიბნენ ადგილობრივები ბობოყვათის რეზიდენციასთან, ამაზე უფრო ვრცლად ჩვენი კორესპონდენტი ნუგზარ ჯინჭარაძე ისაუბრებს. ბატონო ნუგზარ, რატომ შეიკრიბეთ რეზიდენციასთან და რატომ თვლით რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება რეზიდენციაში შესვლის? მე მინდა რომ თქვა და არის ასე რომ ეს არის კიდევ ვამბობ პრეზიდენტის რეზიდენცია და რომელიც ჩვენთვის მიუღებელია დღეს პრეზიდენტი ამჟამად არ აგვყავს. ეს არის ხალხის უნება რომ გამოსული არის არ გვინდა ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი რომელიც საქართველოსთვის და აჭარისთვის და ქობულისთვის არის სამარცხვინო კაცი. და ვიტყვი ამას რომ და ვამბობ გამოვიდეს და წავიდეს აქედან. გამოვიდეს და წავიდეს აქედან. უფრო მეტი ხალხი მოვა სოფლებიდანაც მოდის ახლა შეუერთება ამ აქციას და ჯობია მისთვის რომ გამოვიდეს და წავიდეს აქედან. დიდი მადლობა, ეს იყო ნუგზარ ჯინჭარაძე. აქ შეკრებილებმა აქციის წევრებმა ესკორტს სირცხვილის კორიდორი გაუკეთეს, გარდა ამისა ცოცხები აკრეს ჭიშკარს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დარჩებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ბობოყვათს. ბობოყვათიდან ჩვენი კორესპონდენტი თეონა ბაკურაძე გვერდებოდა. მადლობა თეონა.